კვლევა როგორც აღნიშნეთ ჩატარდა ზუსტად იმ მიზეზების გამოსავლენად, რაც ათეულობით წლები საქართველოში არსებობს და ამ მიმართულებით არ ჩატარებულა არც ერთი სიღრმისეული კვლევა ამ დრომდე, თუ რა განაპირობებს საქმეთა გაჭიანურებას. ჩვენ მქონდა მხოლოდ გაცხადებული არაფერზე დაფუძნებული ფაქტობრივად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მხოლოდ მოსამართლეთა ნაკლებობით არის ეს შედეგი გამოწვეული და სწორედ ამ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად ნაკლები მოსამართლე არის საქართველოში, არის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი და სხვა კომპლექსური მიდგომის გარეშე მხოლოდ მოსამართლეების დამატების შემთხვევაშიც კი პრობლემა ვერ მოგვარდება. რატომ არის მოსამართლეთა სიმცირე? რატომ არის ეს პრობლემური? დავიწყოთ ამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემით და შემდეგ უკვე იმ სხვა მიზეზებზე, რაც კვლევის შედეგად გამოვლინდა. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ არასოდეს საქართველოს სასამართლო სისტემას არ განუხორციელებია საჭირო რესურსის კვლევა. ანუ რამდენი მოსამართლე ჭირდება საქართველოში შემოსულ საქმეთა ნაკადს. ეს ნაკადი მუდმივად მზარდია, არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ბუნებრივია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იწვევს საქმეთა სიმრავლეს ყველა ქვეყანაში და როგორ უმკლავდებიან სხვა ქვეყნები ამას. ეს კვლევა არასოდეს არ ყოფილა ჩატარებული. ამის საფუძველზე არ ყოფილა დადგენილი არსებულ დატვირთვას, რა სამოსამართლო რესურსი სჭირდება. ერთი გარემოება ეს არის, მეორე გარემოება ის არის, რომ ამის საფუძველზე ფაქტობრივად ხდებოდა მოსამართლეთა რაოდენობის დამატება ესე შემთხვევით და ქაოტურად და იუსტიციის საბჭოს მიერ ეს ფუნქცია არ ხორციელდებოდა სათანადოდ. მოსამართლეების რაოდენობა ვერ იზრდებოდა. ჩვენ კვლევის დროს გამოვავლინეთ, რომ 5 წლის მანძილზე დაახლოებით 400-ზე მეტი საკადრო გადაწყვეტილება აქვს იუსტიციის საბჭოს მიღებული, ხოლო ნამატი მოსამართლეთა რაოდენობის სისტემას აქვს მხოლოდ 20. დანარჩენი სულ არის ეს შიდა რესურსების გაგრძელება, ერთი და იგივე რესურსებთან, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. კვალიფიციური კადრების მოძიებასთან ხომ არ შეიძლება გარკვეულწილად იყოს კავშირში? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ კვალიფიციური კადრები არ არის კანონმდებლობაც იმგვარად მოწყობილი, რომ კვალიფიციური კადრები წაახალისოს სასამართლოში შესვლისკენ, იმდენად რამდენადაც ძალიან დიდი ბარიერებია დაწესებული და მაგალითად იუსტიციის სკოლის არსებული მოდელი, რომელიც სავალდებულოა, ითვალისწინებს მას, რომ შემდგარი სპეციალისტი ფაქტობრივად უნდა მოწყდეს თავის პროფესიულ საქმიანობას გარკვეული დროის ვადით და ეს არ აძლევს მას დანიშვნის გარანტიასაც. შესაძლებელია უარი უთხრან დანიშნაზე და შემდგომ თავიდან დაჭერდეს პროფესიაში დაბრუნება, მაგალითად ადვოკატს, ხო, რომელსაც უნდა რომ გახდეს მოსამართლე. ერთი არის, რომ საკანონმდებლო მექანიზმები უნდა იყოს გახსნილობისაკენ წამახალისებელი და მეორე მიდგომები, რომელზეც თვითონ მოსამართლეებიც საუბრობენ, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს რეალურად мотивация, რომ გარედან მიიღოს კადრები, იმიტომ რომ ის ყოველთვის ეძებს მისთვის სანდო კადრს და არა პროფესიული და კვალიფიკაციის ნიშნით დანიშნულ მოსამართლეს. ეს გამოიკვეთა როგორც მოსამართლეების ინტერვიუებით, ასევე ადვოკატების და სხვა კვლევის მეთოდებით და ამას ხვდებით სხვა კვლევებშიც, რომლებიც მანამდე ჩატარებულა და ეხებოდა იუსტიციის საბჭოს საკადრო პოლიტიკას. საქმეთა გაჭიანურების მასშტაბები რამდენად დიდია საქართველოში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კვლევაში ევროპას არის ეს შედარებული. ეს შედარებაც რომ განვიხილოთ. მიუხედავად ისა, რომ კვლევის მეთოდი არ იყო შედარებითი კვლევა, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ კვლევის ფარგლებში დავინახეთ, რომ რეალურად მოსამართლეთა სიმცირე არ იყო ერთადერთი მიზეზი და აქ სხვა რაღაც გარემოებები უნდა გვეძებნა, ამიტომ შევადარეთ ჩვენს მსგავს მოწყობის ქვეყნებს. და აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნის მოსამართლე, რომელიც ქართველ მოსამართლეზე მეტად დატვირთულია, უკეთ უმკლავდება
იმავე ან უფრო მეტ საქმეებს, ვიდრე საქართველოს მოსამართლის ეწერება. ამის საფუძველს ის წარმოადგენს, რომ გარდა მოსამართლის და საადამიანური რესურსების არსებობისა, მნიშვნელოვანია, რომ სხვა დამხმარე საჭიროებები და შესაძლებლობები იყოს გავითარებული. მაგალითად, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მოსამართლის საჭიროებებს იკვლევს და ამ კვლევის შედეგად შემდგომ უბრუნდება მას სათანადო მხარდაჭერა. არ არსებობს ასევე ტექნოლოგიების გამოყენების თანამედროვე მეთოდები, სრულად არ ხდება ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენება და რა თქმა უნდა, კანონმდებლობაც, საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც საქმის სრულობას განსაზღვრავს, არ არის თანამედროვეობასთან კავშირში, ანუ აქ არის ნორმები, რომელიც მართვის მიმართულებით პერიოდულად ხორციელდება, რა თქმა უნდა, ცვლილებები, მაგრამ გულისხმობთ საქმეების ნაკადის მართვის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტებს არ ასახავს ეს კანონმდებლობა და ამ ხრივ გათანამედროვებული არ არის. ასევე არის სხვა ფაქტორები, მაგალითად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყველა საქმის სასამართლოში წაღება ყველა ინსტანციაში, ანუ ადგილებზე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ეს სამინისტროები და სხვა უწყებები იყენებენ გასაჩივრების მექანიზმს ბოლომდე, ანუ საკასაციო სასამართლომდე, რაც გაუმართლებლად ტვირთავს ამ სასამართლოებს, იმიტომ რომ საჭირდება თითქმის ყველა საქმე, მათ შორის ისეთი, რომელზეც უკვე დადგენილია მყარი პრაქტიკა და ფაქტობრივად სამინისტროები და უწყებები წინასწარ არიან მზად, რა შედეგი უნდა დადგეს, უბრალოდ ფორმალურად გადიან ყველა ამ ეტაპს. და ეს იწვევს გაუმართლებელ დატვირთვასაც და ასევე მათი რესურსის ხარჯვასაც. ამიტომ კომპლექსური მიდგომის გარეშე და აი მოსამართლის საჭიროებების კვლევის გარეშე ვფიქრობთ, რომ მოსამართლეების დამატება ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქმეთა განხილვა აჩქარდეს სასამართლოებში.